მოგესალმებით, მე ჯამბულ ხოთარაძე ვარ. ეს ხიბულა არხია, მე მისი წამყვანი ჯამბულ ხოთარაძე. ასეთ პრობლემას წავაწყდი ინტერნეტ სივრცეში და მინდა ჩემისთანა პენსიონერებს და ავადმყოფებს მოუთხრა ამის შესახებ. არსებობს ასეთი დანაშაული სახეობა, ქვია ფიშინგი. როდესაც თქვენთან ვიღაც შემოდის კონტაქტში, როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდა გოგოს სურათი უდევს, ჩემთან უკვე სცადეს ყველაფერი, ხან ჩინელი ქალბატონის ფოტოთი, ხან ქართული სახელი და გვარი და ასე შემდეგ. და გთავაზობენ 1000 გვარ საზღვრობას, როგორიც არის მაგალითად თვითონ ონლაინ უნდა თქვენთან დაკავდნენ, მოკლედ შეგისკაული უნდა გაჩვენ. და რო ეს ყველაფერი უფასოა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შემდეგ ესეთი ისიც მქონდა რომ აი ნუდებს მთავაზობდა ეხლა მე არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ უპირველეს შემთხვევაში რეგულარული სახელი და გვარით იყო ის ადამიანი ქალბატონი დარეგისტრირებული ახალგაზრდა და ეხლა ფოტო მისი იყო არ იყო ეგეც არ ვიცი. ხო და ნუდი ქვია ფოტოებს რომელშიც ის არის შიშველი. და უთხარი კი მაგრამ ეს მე რაში მჭირდება? საერთოდაც მეთქი მე დაგიმატეთ, იმიტომ რომ მეგრული გვარი ქონდა და მეგონა რომ რაღაც დაუშვათ ან ბლოგერი ხართ ან რაღაცა და გჭირდებათ ხო კიდე ერთი გამომწე. ხო და მე კომენტარები შევისწავლე ისა გვერდი და აღმოჩნდა რომ სადღაც საზღვარგარეთ ვარო და ანუ პროსტიტუციით არ არის დაკავებული, უბრალოდ ხიდის ამ ფოტოებს და მე ზოგადად ეს თემა შევისწავლე და აღმოჩნდა რომ ეს აზიაშიც და ევროპაშიც ერთ-ერთი მიღებული ფორმაა. სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით მე რაში იყენებენ მე ამ ფოტოებს ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. და შემდეგ მოითხოვენ წვდომას თქვენს ანგარიშთან და აი აქ დაიწყება ის ფიშინგი, მოგიხსნიან თანხას. ასე რომ გაჩერდით, დაჯექით თქვენს სკამზე, აი მე როგორ ვზიარებ ცოტა მტკიცეთ და დაივიწყეთ ჩემო ბატონო ვითომ რაღაც კარტობას რო თავაზობენ, ეგ ყველაფერი არის მახე. ესე იგი ჩემო ძვირფასო კოლეგებო, პენსიონერებო და ჩემო ბატონო ავადმყოფო ხალხო, ასევე იღებ პენსიას, თქვენ შეიძლება გახდეთ